გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის საქართველოს დამსახურებული მცნელის თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხოხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. დღეს 2025 წლის 24 ივნისია. მინდა წარმოვადგინო ჩვენი გადაცემის სტუმრები. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ყარამან ნიკოლეიშვილი, დიდი მადლობა ბატონო ყარამან რომ მობრძანდით. ტელემაყურებელთა ნაწილმა იცის, მაგრამ დანარჩენებისთვის მე ვიტყვი რომ ბატონი ყარამანი 80-იან წლებში, 81-დან 99 წლამდე იყო თბილისის დინამოს ერთ-ერთი წამყვანი წყალბურთელი. იმავე პერიოდში თამაშობდა საქართველოს ნაკრებში, რომელიც გამოდიოდა სპარტაკიადაზე, საკავშირის სპარტაკიადაზე და იყო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წყალბურთელი. დიდი მადლობა ბატონო ყარამან რომ მობრძანდით. უფრო მეტ დეტალებს მისი გამოსვლის დროს ვიტყვით რასაკვირველია. და ჩვენი გადაცემის მეორე განსაკუთრებული სტუმარი, შეიძლება ასე ითქვას, ხომ არ გეწყინებათ ბატონო ყარამან, არის ლეგენდარული ჟურნალისტი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ქალბატონი ნანა ღონღაძე. დიდი მადლობა ქალბატონ ნანა რომ მობრძანდით. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი, რამდენიმე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის ავტორი და ერთი წიგნის ავტორი. ქალბატონ ნანა ბოლო 32 წელი ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1993 წლის შემოდგომიდან. ახლა იმყოფება მშობლიურ თბილისში, ვისარგებლეთ ამ შემთხვევით და მოვიწივეთ გადაცემაში და ჩვენი შეთანხმების მიხედვით ქალბატონ ნანა არ არის წინააღმდეგ, თავიდან სიტყვას მიცემ ბატონ ყარამან ნიკოლეიშვილს. იმიტომ რომ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებმა კიდევ ერთხელ ზედიზედ მეშვიდეჯერ მოიპოვა უფლება იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. და ამ ტურნირზე რასაკვირველია იტყვის ბატონი ყარამანი, აგრეთვე ველოდებით მისგან საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებების შესახებ, წყალბურთელთა ნაკრების და საქართველოს ჩემპიონატზე. წინა გადაცემაში ჩვენ სტუმრად ყავთ საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ბართაია, წყალში თამაში ყველაფერი ისაუბრა ძალიან დეტალურად და ბატონი ალექსანდრე ბითაძე, თქვენი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც გაშალა ეს თემები. ამიტომ გთხოვთ ბატონ ყარამან, წყალბურთზე გავაკეთოთ კონცენტრაცია და ბოლოს ეს ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ალბათ იშვიათად სადმე წაიკითხავთ, მთლად ექსკლუზივი არ არის, მაგრამ საინტერესო დეტალია, რომ 1993 წელს ბატონი ყარამან ნიკოლეიშვილი იარაღით ხელში იცავდა საქართველოს ერთიანობას, სამშობლოს, სოხუმში იმყოფებოდა იმ პერიოდში, როცა მიმდინარეობდა რუსეთ-საქართველოს ომი. დიდი მადლობა ბატონ ყარამან, დავიწყოთ წყალბურთით. მოგესალმებით. იცით რომ ევროპის შესარჩევი ჩატარდა თბილისში საცურაოს ოლიმპიკზე და ასპარეზობდა საქართველოს ნაკრები, ისრაელის, ბულგარეთის, შვეიცარიის. ჩვენმა წყალბურთელებმა ვიტყვი შესანიშნავად იასპარეზეს, სამივე თამაში გაიმარჯვეს დამაჯერებელი ანგარიშით. მინდა ესეთი ანგარიში საერთოდ არ მქონდა, მე ნანახი დაუშვათ 41-10 ბულგარეთის ნაკრები დავამარცხა. ბოდიში ეს არის სარაგბო ანგარიში, ხო? ხო, არ ვიცი, ძალიან დიდი ანგარიში დავამარცხეთ. შვეიცარიის ნაკრები 29-5 და ისრაელის ნაკრები 19-9. ესე იგი გუნდი ძალიან კარგად იყო მომზადებული, მინდა ბიჭებს მადლობა გადაუხადო ესეთი კაი თამაშისთვის. მათ თავიანთი გულშემატკივარი ძალიან გაახარეს, ჩვენს გაგვახარეს და უკვე ბელგრადში 2026 წელს 10-დან 25 იანვარს ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი და ვფიქრობთ, აქაც ჩვენ მაყურებელ ჩვენ გულშემატკივარს აუცილებლად გავახარებ ჩვენი შედეგით რა. ანალოგიურად ამ პერიოდში მიმდინარეობდა ბოდიშიდან კადრებს ეკრანზე ხედავთ, საქართველოს ნაკრების მატჩების ფრაგმენტები იყო ეს ბოლო ტურნირი, ერთი კვირის უკან რომ დასრულდა ბოლო ტურნირი და იქვე არის რამდენიმე კომენტარი, მაგრამ მარტო ვიზუალურ ხარეს ვაჩვენებთ დღეს. გაგრძელეთ ბატონ ყარამან ბოდიში. ანალოგიურად ძალიან საინტერესოდ გაიმართა საქართველოს ეროვნული
პირველობა. 21 ივნისს იყო ფინალები, ესე იგი ბრძოლა მიმდინარეობდა სპორტ მენეჯმენტსა და თბილისის დინამოს შორის ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა და ამ თამაში 14-13 დაამარცხა სპორტ მენეჯმენტი. დინამო წლების განმავლობაში იყო საქართველოს ჩემპიონი და მხოლოდ 5 წლის შემდეგ სპორტ მენეჯმენტი გახდა საქართველოს ახალი ჩემპიონი, ესე ვთქვათ. ანალოგიურად ძალიან საინტერესო თამაში იყო არენა თბილისი, სადაც 12-10 დამთავრდა. ეს 4 კლუბი დღესდღეობით არის ლიდერი. მათ თამაშის წინ ვერავინ ვერ ეტყვის ვინ გაიმარჯვებს, მე შემიძლია ესე ვთქვა, გაძლიერდა. უკვე რამოდენიმე წელია უკვე მიმდინარეობს ჩვენთან ეს კლუბური თამაშები და უკვე 7 კლუბი არსებობს უმაღლეს ლიგაში. ვფიქრობთ, რომ ეს კლუბები გაიზარდოს 10-მდე. და ანალოგიურად ჩართული იყოს ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდში შენდება ახლა საცურაოზე და აუცილებელია რომ რეგიონშიც განვითარდეს. ჩატარდა ასაკობრივ შორის პირველობა და 2007-ში, 2008 წლებში დაბადებულებში პირველი ადგილი დაიკავა ტონუსმა, მეორე ლაგუნამ, მესამე დინამომ. 2009-2010 წელში დაბადებულებში ტონუსი, ისევ ჩემპიონი დინამო, ოლიმპიკი. 2011-2012-ში დინამო, ტონუსი, ოლიმპიკი. ესე იგი, 3 კლუბი ჩამოყალიბდა, მოდი ესე ვთქვათ. ესენი არიან ტონუსი, დინამო, ოლიმპიკი და მივესალმები ამ კლუბებს, რომლებიც ესე კარგად მუშაობენ და სისტემატიურად გამოდიან საქართველოს პირველობაში, როგორც ასაკობრივში, ასევე ეროვნულ პირველობაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ პირველობაში გამოვლენილი იყო საუკეთესო მოთამაშე ჟან ვუქსანოვიჩი. საუკეთესო მეკარე დასახელებული იყო ირაკლი რაზმაძე. ეს ორივე მოთამაშე არის სპორტ მენეჯმენტის მოთამაშე და საუკეთესო ბომბარდირი გახდა ბესარიონ ახვლედიანი. ეს დინამოს მოთამაშე. ორივე კლუბიდან არის დაკომპლექტებული ჩვენი ეროვნული ნაკრები და ძალიან საინტერესო გამოვიდა მათი თამაში. რაც შეეხება ასაკობრივს 16 წლამდელების და 18 წლამდელებში ჩვენ გვექნება ევროპის ჩემპიონატი, სადაც მოვიპოვეთ ეს უფლება მონაწილეობის. ეს 16 წლამდელების ჩატარდება სტამბულში, ივლისის თვეში, ხოლო აგვისტოს თვეში ჩატარდება რუმინეთში. მათგანაც ველიც წარმატებებს, იმიტომ რომ გუნდები ემზადებიან, გადიან ამ საცნო პროცესს და შეკრებას გადიან და ვფიქრობ ესენიც გვასახელებენ ასაკობრივ. ანალოგიურად მინდა აღვნიშნო უნივერსიადა. ჩვენ წინა უნივერსიადაზე, რომელიც ჩატარდა ჩინეთში, გვასახელეს 2 წლის წინ. ჩვენმა ბიჭებმა გვასახელეს და დაიკავეს მესამე ადგილი. ოდიშითგანთან. ესე იგი, სოფლიო უნივერსიადაზე საქართველოს ნაკრებმა 2 წლის წინ დაიკავა მესამე ადგილი. ბრინჯაოს მედლები. ეს იყო ფანტასტიკური შედეგი, არავინ არ ელოდა. ჩვენ გაგვახარეთ და სოფლიო გააოცეთ, ხო? და ამერიკის ნაკრები დავამარცხეთ, ეს ადვილი არის, მოდი ესე ვთქვათ რა. და წელს აი ამ შედეგის გამო ისე მოგვიწია მონაწილეობა სოფლიო უნივერსიადაზე, სადაც ჩვენ ჯგუფში იქნება ჩინეთის, კორეის და იტალიის ნაკრებები. და შემდეგ შევხედოთ ჩვენ გონია რომ სად ტარდება ეს უნივერსიადა, ესეც თუ არის ინფორმაცია? დუსელდორფში. გერმანიაში. 18-დან 26 ივლისს. და ნახოთ, ვფიქრობ 18-დან 26 ივლისის ჩათვლით, ხო? და ეს ძალიან საინტერესო თამაშები იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი წყალბურთელები ძალიან კარგად ითამაშებენ და ისევ გაგვახარებენ. ახლა მინდა დავამატო კიდევ, ძალიან მორიდებულია ბატონი ყარამან. უნივერსიადაზე ხომ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა. სოფლიო ჩემპიონატებში უდიდესი წარმატება ჰქონდა, ტოპ 10-ში მოხვდა საქართველოს ნაკრები და ევროპის ჩემპიონატზე მერვე ადგილი. გუნდურ თამაშებში ეს ძალიან დიდი იშვიათობა, ასეთი შედეგის დადება. ეს და ახლა ევროპის ჩემპიონატი რომ იქნება ბელგრადში 26 წლის იანვარში. ახლა წინასწარ პროგნოზებს არ გთხოვთ, მაგრამ როგორი განწყობა არის? იქ შევძლებთ? განწყობა იქნება, რომ საქართველოს ნაკრები ისევ შევიდეს 8 საუკეთესოში. ევროპის 8 საუკეთესოში. აი ესეთი განწყობით წავა გუნდი და ესეთი განწყობით მოემზადება. ახლა წარმოიდგინეთ, ქალბატონ ნანა.
ესე იგი უნივერსიადაზე საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები. ეს იმ პირობებში, რომ საქართველოში არის როგორც ხუმრობდნენ, ახლა უკვე მეტია, მაგრამ 1.5 აუზი და პირველად რომ გავედით ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე 2014 წელს ბუდაპეშტში, მეც ვიყავი იქ და უნგრეთის ტელევიზია მე მომადგა. მე უთხარი იქ არიან პრეზიდენტი დატორურვა იყო, ვიცე-პრეზიდენტი, იმათ არა, თქვენ ჩაგწერთო და მეკითხებიან ერთ-ერთი კითხვა იყო, რამდენი აუზი არის საქართველოში. მე შემოbrunდი და ეკითხები ბატონ დავითს, ბატონ ყარამარ როგორ უპასუხო მეთქი და თენგო უპასუხო 1.5, ერთი სტანდარტული წყალბურთისთვის, თორემ ახლა აუზები არის, მაგრამ სუფთა წყალბურთი ერთი სტანდარტული და მეორე არისო არასტანდარტული ზომების. ახლა რა მდგომარეობაა? ეს სტანდარტულზე რომ თქვათ, მინდა აღნიშნო ეს. ბატონი ყარამანი იყო, ბატონი ყარამან ნიკოლაიშვილი ერთ-ერთი ის პიროვნება, რომელმაც თავისი ხარჯებით თავისი ინიციატივით, თავისი ინვესტიციებით, ზოგიერთების სხვა სტრუქტურების ხარდაჭერით გააკეთა ყველაფერი, რომ აღორძინებულიყო ქართული წყალბურთი, ეს ჯერ კიდევ 16-15 წლის წინ, ხო? დაახლოებით 2015 წლის წინ. და ახლა როგორი მდგომარეობაა ბატონ ყარამან აუზების მიხედვით? ნუ აუზების მიხედვით დიღომში აშენდა ღია აუზი, ოლიმპიური 5 თვე შეიძლება იქ მაისიდან სექტემბრში. მან დაშენდა, აშენდა, ნუ არასტანდარტული ფოთში. ქუთაისში აშენდა ძალიან კაი აუზი, სტანდარტული დიახ და ველოდებით უკვე ქუთაისიდან შედეგებს. მიმდინარეობს ბათუმში მშენებლობა საცურაო აუზის და დიდი იმედი გვაქვს, რომ თბილისშიც აშენდება ოლიმპიური საცურაო აუზი, იმიტომ რომ ევროპის ფედერაციიდან არის შემოთავაზება, თუ ჩვენ გვექნება ოლიმპიური საცურაო აუზი 2028 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებთ თბილისში. წყალბურთში. დიახ. ამიტომ ამაში აუცილებლად დაგვეხმარება ჩვენი მთავრობა, სამინისტრო და ჩვენც სათანადოდ მიიღებთ აქტიურ მონაწილეობას. ეს ძალიან კარგი იქნება და შემიძლია თქვა, რომ თუ ესეთი აუზი გვექნება და ჩვენ მივიღებთ ევროპას უმასპინძლებთ საქართველოში, დიდი შანსია გავიდეთ ოლიმპიადაზე. ესე იგი, ოლიმპიური თამაშები 28 წლის იქნება. და ზუსტად 28-ში უწევს ევროპის ჩემპიონატის და იმ ადგილიდან რა ადგილს დავიკავებთ, შესაძლებელია მოვხდეთ ოლიმპიადაზე. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა გუნდურ სახეობაში ხო ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთი არ გასულა, ცოტა დაგვაკდა 23 წელს, კალათბურთი არ გასულა. არც სხვა სახეობები გუნდურებში და ეს უდიდესი წარმატება იქნება, უდიდესი წარმატება. და ჩვენი მუშაობა იქნება მიმართული ამ საკითხისკენ და შესრულებისკენ. ახლა მინდა გითხრათ, ხალბატონანა, ძალიან მორიდებულია აი განხმოვანებისგან, გეგმების, მაგრამ დღეს რაღაცა ინფორმაცია მივიღეთ ბატონ ყარამანისგან, ესე იგი კარგად ემზადებიან იმისათვის, რომ ოლიმპიადაზე მოხდეთ. აი ძალიან ისე ჩვენ მოდი ესე ვთქვათ, მივახციეთ ევროპა, მივახციეთ სოფლიო, მივახციეთ უნივერსიადა და დაგვრჩა ერთი ოლიმპიადა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ყარამან. გადაცილების სხვა თემებზე რომ იქნება საუბარი, აუცილებლად მე თქვენ გთხოვთ მე ჩაერთოთ. ახლა მე აღნიშნე რომ ბატონ ყარამანის და მისი მეგობრების დიდი ხარდაჭერით მოხდა იმ აუზის შენებლობა და ამ თემის გარძელება შეიძლება პირდაპირ არ იყოს, მაგრამ ამასთანავე საქართველოში იმყოფებოდა მერაბ დვალიშვილი. ყველა მისის ვინ არის მერაბ დვალიშვილი, ფანტასტიკური შედეგები დადო და დაახლოებით 2 კვირის წინ უფრო ზუსტად 11 ივნისს ჩატარდა პრესკონფერენცია, მე ვესწრებოდი მის პრესკონფერენციას და ერთ-ერთი მთავარი რაც მე გამოვიტანე იქიდან იმ პრესკონფერენციიდან, რომელიც ნაკლებად გაშუქდა ტელევიზიებში, იქ უფრო სპორტული მხარე იყო, ვინ იქნება მეტოქე, როგორ დაამარცხე, ასე შემდეგ. მერაბ დვალიშვილმა თქვა ძალიან საინტერესო ფრაზა, რომ მის აპირებს რამდენიმე თავისი ხარჯებით, რამდენიმე დარბაზის შენებლობას საქართველოში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, პლუს მწნელების სპეციალურ მომზადებას, ალბათ ამერიკაში და მე ისინი დაბრუნდებიან საქართველოში, ქართველი მწნელები და ხელს შეუწყობს თავისი ხარჯებით, თავისი ინიციატივით კრების განვითარებას.
და ახლა მინდა ვთხოვო გადაცემის რეჟისორს ჩავთოთ იმ პრესკონფერენციის პატარა მონაკვეთი, რომელშიც მე ვეკითხები მერაბის და მისი პასუხი. თუ შეიძლება ჩავთოთ ეს ვიდეო პატარა ვიდეო. მოგესალმებით ბატონო მერაბ, თენგიზ ბაჭკორია. შეკითხვა მაქვს ასეთი, თქვენ ახსენეთ კარიერაზე, რომ სანამ შეგეძლებათ იბრძოლებთ და გააგრძელებთ კარიერა. აი კარიერის დასრულების შემდეგ დარჩებით სპორტში, წახვალთ ბიზნესში, პოლიტიკაში ან კინოში, შემთხვევით არ ვახსენეთ ცნობილმა კინორეჟისორმა გოგი თორაძემ, რომელიც არის 50 დოკუმენტური ფილმის ავტორი, მითხრა გუშინ, რომ ფანტასტიკური მსახიობი გამოვაო მერაბისგან. მსახიობი ნამდვილად ვერ გამოვალ, მე უბრალოდ ეხლა ჩემს მოწინააღმდეგეს შონომალის თუ ვაშაკირებ, არ ნიშნავს. ან ჩემ თავს თუ დავცინი და რაღაც ნინასთან ერთად ვიღადაობ რაღაცას, მე და ალჯერო გავაკეთეთ რამოდენიმე წინ რაღაც პატარა საცილო ვიდეო, უნდა დამემთხნარებინა ვიდეოში და 10 ჯერ გავაკეთე, ვერ დავამთხნარე რა. წარმატებები. ხო, რაც შეეხება სპორტის შემდეგ ისევ სპორტში ვაპირებ დარჩენას, რაც ვიცი, არც არ არსებობს რომ პოლიტიკას შევეხო, იმიტომ მე ნახდათ არ ვიცი და არ არის ჩემი საქმე. აკეთო პოლიტიკოსება, არც მსახიობი გამოვა ჩემგან და არც ბიზნესმენი გამოვა, იმიტომ რომ გავკოდობები. რაც არ გავაკეთე, მადლობა. დიდი მადლობა. ხმა კარგად ისმოდა, ვიდეო გამოსახულება არ ვიცი, მგონი არ იყო კარგად, მაგრამ თავარია ხმა ისმოდა კარგად, ჩემი შეკითხვა, მისი პასუხი. თქვენ ახსენეთ კარიერა, მისი პასუხი კარგად ისმოდა. თავარია რომ მერაბი აპირებს დარბაზების შენებლობას საქართველოში იმისათვის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდას მისცეს საშუალება ივარჯიშო მწნელების მომზადებას, ეს იქნება ფანტასტიკური პროექტი. შემთხვევით არ მეთქვამს ახლა ეს, იმიტომ რომ მერაბმა ასახელა საქართველო, ძალიან რთული გზა ჰქონდა მას სპორტში, მაგრამ შედეგი დაიდო. ესაა მთავარი. ტექნიკური ხარვეზი იყო პატარა, მაგრამ მთავარი ხმა ისმოდა და ალბათ რაღაცა ვერ აეწყო მის ჩვენება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ნინი გუჯაბიძეს უთხრა მადლობა იმ კადრებისთვის, რომელიც მან მომაწოდა. დიდი მადლობა. ახლა კი სიტყვა მინდა გადავცე ჩვენი გადაცემის განსაკუთრებულ სტუმარს, ლეგენდარულ ჟურნალისტ ქალბატონ ნანა ხონღაძეს. დიდი მადლობა ნანა გენაცვალი კიდევ ერთხელ. ნანა ხონღაძე 51 წელი არის ჟურნალისტიკაში. ამას წინათ თბილისში რამდენიმე დღის წინ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციაში გაიმართა სპეციალური ცერემონია. ქალბატონ ნანას მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება. ქალბატონი ნანა გახდა, იქვე გამოაცხადეს ნიკო ნიკოლაძის სახელობის ჟურნალისტური პრემიის ლაურეატი. მინდა გითხრათ, რომ ქალბატონ ნანას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, 80-იანი წლების ბოლოდან. მანამდე დაუსწრებლად ვიცნობდი, იმიტომ რომ 70-იანი წლების მეორე ნახევარში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, პირველ რიგზე 80-იანი წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ტელევიზიაში, პროგრამა „ვრემია“ სპეციალური კორესპონდენტი იყო. ქალბატონ ნანა დაკავშირებულია სპორტთან, მისი მეუღლე თენგიზ სულხანიშვილი წარმატებული უნიჭიერესი ჟურნალისტი, რომელსაც 80-იან წლებში მიყავდა სპორტული გადაცემები საბჭოთა ცენტრალურ ტელევიზიაში, მიყავდა ფუტბოლნი აბაზრენი, ეს ძალიან საინტერესო გადაცემა იყო, ბატონ თენგიზის თემას კიდევ დაუბრუნდებით ჩვენ. რაც შეეხება ქალბატონ ნანას, ქალბატონ ნანა ხონღაძე განსაკუთრებული ასოებით შევიდა საქართველოს ჟურნალისტიკის ისტორიაში. უშიშარი პიროვნება, განათლებული ნიჭიერი და უშიშარი, ამას იმიტომ ვამბობ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს 92-93 წლებში ხშირად თავის ჯგუფთან ერთად ჩამოდიოდა სოხუმში და როცა ტელეჯგუფი ჩადის საომარი მოქმედების ზონაში, პირველ რიგში ჯგუფი ხდება სამიზნე მტრისთვის,
რომელიც ხო ვინც მწერალი ჟურნალისტია, მან იქ შეიძლება დაიმალოს და ვინც გადაღებებს აკეთებს, ის ძალიან რთულია, ხო, პირდაპირ სამიზნე ხდები. მანამდე იყო რამდენიმეჯერ ჩასული ცხინვალის რეგიონში, როცა იქ გამწოვებული ვითარება იყო 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში. 93 წლის შემოდგომიდან ქალბატონი ნანა ცხოვრობს და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიებში, იყო აგრეთვე ამერიკულ ტელევიზიებში, რუსულენოვან, ინგლისურენოვან, იყო ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხის სპეციალური კორესპონდენტი ამერიკაში, იყო უკრაინის ერთ-ერთი ტელეარხის კორესპონდენტი და საერთოდ ახალგაზრდებს მიმართავ განსაკუთრებით შეგიძლიათ დაგუგლოთ ნანა ხონღაძე ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ამოიკითხავთ ვიდეო მასალებს ქალბატონ ნანა არის რამდენიმე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის ავტორი, ერთი წიგნის ავტორი და ახლა მინდა ვთხოვო გადაცემის რეჟისორს თუ შეიძლება ის რამდენიმე ფოტო რომელიც ჩვენ მოვაგროვეთ ვაჩვენოთ ქალბატონ ნანას ცხოვრების და მისი ჟურნალისტური კარიერის შესახებ არის რამდენიმე ფოტო მე უკვე ვიტყვი დიახ ეს არის დაჯილდოება საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციაში რომელიც გაიმართა 20 ივნისს დიდი მადლობა ბატონ გიორგი მამასაშვილს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარეს და ბატონ გრიგოლ ჩიგოგიძეს ჟურნალისტთა ფედერაციის აღმასკომის წევრია ხო აღმასკომის პრეზიდიუმის წევრია ზუსტად ამ კადრებზე თქვენ ხედავთ გიორგი მამასაშვილი და გრიგოლ ჩიგოგიძე შუაში ქალბატონ ნანა არის ძალიან საინტერესო საღამო იყო და მინდა გითხრათ რომ ქალბატონ ნანამ დიდი ხანია ეს დაიმსახურა 6 წელი არ ყოფილიყავთ ხო ნანა საქართველოში 2019-ში იყავით ბოლოს 2019-ში იყავით და მინდა გითხრათ რომ ამერიკაში ეს არის ქალბატონ ნანას შვილიშვილი ლუკა კორინთელი ჩოგბურთელი ამერიკაში ყოფილი ჩოგბურთელი ამერიკაში წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა ტურნირებში სტუდენტურ ტურნირებში და ასე შემდეგ უნივერსიტეტის ჯგუფი სამჯერ იყო ამერიკის ჩემპიონი. უნივერსიტეტის აჰა, გასაგებია. აი, ხელში უჭირავს ის. დიახ. ტროფი. მაგრამ უკვე ახლა უბრალოდ ვარჯიშობს ისე თავისთვის. არა, ახლა უკვე მუშაობს და უფრო სერიოზულ საქმეს აკეთებს. აჰა. ეს არის მელორ სტურვა და ნანა ხონღაძე. მელორ სტურვა მე-20 საუკუნის ჟურნალისტიკის გიგანტი. წარმატებული ლეგენდარული პიროვნება გაზეთი „იზვესტიის“ კორესპონდენტი იყო ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა ამერიკაში და 2 წლის უკან გარდაიცვალა. ვისკონსინის შტატში, უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. დიახ. გიორგი მამასაშვილი, დემიკოლოლაძე, ქალბატონ ნანა და გრიგოლ ჩიგოგიძე ეს კიდევ ჟურნალისტთა ფედერაციის შენობაში, რომელიც გადაღებულია 20 ივნისს. ახლა ქალბატონ ნანა, სანამ ვაჩვენებდით ჩემთვის ძალიან საყვარელი გადაცემის ფრაგმენტი იქნება, რომელიც ეხება სპორტულ თემას. მე ვიცი რომ თქვენ სხვადასხვა თემებზე გიწევდათ სიუჟეტების და გადაცემების მომზადება. ხელოვნება, კულტურა, სპორტი, პოლიტიკა, კონფლიქტები, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა. ეს 70-იან 80-იან ბუნებრივი ისინი მიწისძვრა საქართველოში ასევე მიწის ჩამოწოლა საგანგებო სიტუაცია ზვავი დიახ მე ვიცი რომ თქვენ ბავშვობაში იყავით მოცეკვავე და დადიოდით ტანვარჯიშზე სულ სპორტული ცხოვრებით იყავით 6 წლიდან 11-მდე სპორტული ტანვარჯიში მაშინ იყო რგოლები იყო ეს ქართულად არ ვიცი როგორ არის რუსია ხო და დადიოდით 5 წლის განმავლობაში ტანვარჯიშზე ძალიან წარმატებული. თბილისში რკინიგზელთა სახლში. ხო, და ჩემი ტრენერი, ჩემი მწვრთნელი იყო აფრიდონიძე თენგიზ ანისიმოვიჩი. ძალიან კარგად გვასწავლიდა და ძალიან ჩემზე დიდი ის ხონდა, ამყარებდა დიდი იმედებს. და როდესაც გადავედით ახალ სახლში საბურთალოზე, იპოვა ჩვენი სახლი. მოვიდა დედას უთხრა, არ შეიძლება ამ უნდა გააგრძელოს ეს ჩემპიონი იქნება. ბოლოს უთხრა, თქვენ 3 ქალიშვილი ყავთ, მესვილი არ მყავს, ვიშვილებ და ეს იქნება ჩემპიონიო. დედა უთხრა, ეს ყველაფერში ჩემპიონი იქნება. მერე გადახედით ცეკვაზე, ხო უფრო? ცეკვა სკოლიდან ამირჩიეს, მოვიდა სუხიშვილის 2 მოცეკვავე.
ფასო ხელაშვილი და პაკო გვარი მეწერა არაუშას ხონო არაუშას კასრაძე მე მგონი და ამირჩიეს ერთადერთი ბავშვი სკოლიდან. მათ უნდათ საბავშვო ანსამბლი შექმნა და იქ დავიწყე ცეკვა და იქ პირველად ვისწავლე სვლები. მე ბუხუტი დარახველიძე, მე რომან ჭოხონელიძე. მე უნივერსიტეტში ვცეკვავდი უკვე. და კულაც სესეუში სტალობდით, ხო? იქ თვითშემოქმედება იყო და ჩვენ სიმფონიური ორკესტრი ქონდა იქ. ანსამბლი რომან ჭოხონელიძის, ჯაზი იქიდან იყო ენრი ლოლაშვილი, დათო ჯაფარიძე, თამაზ ყურაშვილი, მაშინ იქ უკრავდნენ, ჩვენი პირველი მუსიკოსები იყვნენ. და ასე გავაგრძელეთ. მე ჩავაბარე მე ფილოლოგიურზე, რადგან გერმანული არ იყო. მე გერმანული ვიცოდი და ვემზადებოდი, მინდოდა თარჯიმანი ყოფილიყავი. და ფილოლოგიური რუსული ფაკულტეტი. და იქ შევხვდი ჩემ მეუღლეს, მეყოლა ქალიშვილი ელისაბედი. ახლა მინდა გითხოთ. აი ეს 5 წელი დანმარჯიში. უფრო მეტი ალბათ ცეკვაში, ხო? ამან უი დამავიზდა ციგურაობა. ფიგურულ ციგურაობაზე დადიოდით. გიჟდებოდი ყინულზე და მე ვიყიდე როლიკები და სახთან მუდმივად იმაზე. ამან დაგეხმარა თქვენ მე მოწესრიგებული ყველა აღნიშნავს ძვირფასო ტელემაყურებლები ამ საღამოზე რომელიც საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციაში გაიმართა აღნიშნეს რომ არა მარტო შრომის მოყვარე, არა მარტო ნიჭიერი, არამედ ძალიან მოწესრიგებული და ამ სპორტმა შეგიწყოთ ხო ხელი ეს დანმარჯიში ცეკვაც იგივე სპორტის ელემენტებია ხო? მუსიკა 7 კლასი დავამთავრე, ფორტეპიანო. ხო, ასე რომ ყველაფერი გეხმარება. მე ასევე დავდიოდი პიონერთა სასახლეში წრეში და მოგზაურთა კლუბში ბაგურიანში, სწორედ იმ კლუბმა წაგვიყვანა, ამიტომ ბავშვებმა უნდა იარონ იმ წრეებში, სასახლეში, სპორტი აუცილებლად, ცეკვა, სპორტი, დისციპლინა, იმიტომ რომ ის უნდა მოვიდეს ვარჯიშზე დროზე, მოემზადოს და ეს რაღაცნაირად ბავშვს ზრდის შინაგანად. და აზროვნება ეს გუნდური ფილოსოფია, ხო? აუცილებლად და უნდა იყოს დამოუკიდებელი. თუ შეუძლია მარტო წავიდეს უკვე 8-9 წლის ტროლეიბუსით მე თვითონ არტო დავდიოდი ტანვარჯიშში. ახლა ტროლეიბუსი არ არის, მაგრამ ავტობუსით ან მარშრუტით. უამრავი ტრანსპორტია. კი. გასაგებია. როგორც ხვიჩა კვარაცხელიას მშობლებმა მომიყვეს, როცა 8-9 წლის იყო, თვითონ მე წავალ ვარჯიშზე მარშრუტით, ჯერ ავაზაში იყო, მე თბილისის დინამოში 6 წელი თვითონ დადიოდა, პატარა იყო, მაგრამ თვითონ მე ვიციო გზა ყველაფერი და წარმოედი. ისე არ შეიძლება, იცით, ზოგბას არ შეუძლია. ხო, ეს არ უნდა დააძალო, მაგრამ თუ ბავშვს უნდა, იმას არ უნდა დაუშალო. აი ეგ არის. კი, გასაგებია. ახლა მინდა გითხოთ, თქვენ, მე ვიცი რომ თქვენ გიწევდათ განსაკუთრებული გიყვარდათ სპორტი და როცა თქვენი მეუღლე გახდა თენგიზ სულხანიშვილი, უფრო მეტი შეგიყვარდათ ეს სპორტი. ახლა ერთ მომენტში მე კიდევ მინდა ვთხოვო იქ თენგიზ სულხანიშვილის ფოტოები, რომელიც თქვენ მომაწოდეთ. თენგიზ სულხანიშვილი ძალიან ნიჭიერი სპორტ ჟურნალისტი იყო საქართველოში 70-იან 80-იან წლებში ხედავთ ეს მას მიყავდა ფუტბოლნი აბაზრენი ცენტრალური ტელევიზიით საკავშირო ტელევიზიით 80-იანი წლების მეორე ნახევარში მიყავდა 45 წუთიანი გადაცემა სპეციალური მიმოხილვა ძალიან ნიჭიერი ძალიან მან ასევე გააშუქა ოლიმპიური თამაშები აქ არის არ დაგავიწყდეთ პელესთან არის სულხანიშვილი ინტერვიუ ჩამოართვა და მე მოსკოვში შევხვდნენ კიდე დიახ მოსკოვში იყო ეს არა ეს იყო სეულში რო იყო სეულში ოლიმპიურ თამაშებში დიახ ბატონი თენგიზ სულხანიშვილი და ჩვენი ლეგენდარული დავით ყიფიანი მასთან ერთად ის ფეხბურთის ყმაწვილთა სბორნაეში როგორც ნაკრებში ესე იგი გავიგე ჭაბუკთა ნაკრებში თვითონ თენგიზი ახალგაზრდობაში თამაშობდა ფეხბურთს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში სურათი არა გაქვთ მე მოგეცით კი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში თამაშობდა თენგიზ სულხანიშვილი დიახ მასთან მე გადავიდა უკვე სტავლაზე და მიატოვა ფეხბურთი ხო ნანობდა მაგრამ მე მხრივ რომ კაი გააკეთა იმიტომ რომ ტელევიზიაში იყო ბრწყინვალე. უნიჭიერესი ჟურნალისტი იყო და როცა თქვენ დაოჯახდით, უკვე გიწევდათ უფრო მეტი იცოდით სპორტზე, რასაკრული თენგიზის და ხშირად დავდიოდი, როცა მიყავდა ხოლმე. ზოგჯერ მეუნეოდა რაღაც შემჩნევა მომეცი თუ რამე ისე არა ვთქვიო და ერთხელ წავედი. ხო, ერთხელ წავედი და ცოტა ნასვამი იყო და არმეიცები მოსკოვის არმიის გუნდი იყო და ის ხშირად ახსენებდა სტალიჩნი არმეიცი სტალიჩნი ვარ და ბოლოს მივწერე სტალიჩნი არაყი ხო ამ არ არის და გაჩერდა
მე ვიცი რომ თქვენ როცა სტუდენტი იყავით, წყალბურთელთა თბილისის დინამოს მატჩებსაც უყურებდით. კი, ხშირად დავდიოდით, კარგად ვიცნობდი მე რეზო ჩიკავას, ასევე ვოვა ისელიძე მისი თამაში გახსოვთ, ისელიძე. რასაკვირველი არაჩვეულებრივად ვოვა ისელიძე გაივლიდა ჩვენი კორპუსის წინ, იმიტომ რომ ისინი ვაჟა-ფშაველაზე ცხოვრობდნენ. ასევე სოსო ნიჟარაძე არაჩვეულებრივი და სპორტლოტოში რომ მუშაობდი, განყოფილების უფროსი იყო ყოფილი წყალბურთელი გურამ კალმახელიძე. სპორტლოტოში მუშაობდით, როცა უნივერსიტეტში სწავლობდით თუ მერე? არა, სუხიშვილის ანსამბლის მერე. ყველგან მოასტარეთ, ხო, მოასტარეთ. და მე ვიცი რომ 91 წელს, როცა ფოჩში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, თქვენ აშუქებდით ამ ჩემპიონატს? დიახ, ჩვენთან რედაქციაში მოვიდა რეჟისორი მიშა ჭიაურელი. დიახ. და მეითხრა, ნანა, იცი რა, ჩვენ არა გვაქვს საშუალება რომ ეს გადავიღოთ და ფოჩში ევროპის ჩემპიონატი. მე ვთხარი, რაზეა საუბარი? წამოვალ, წავიყვანი ჩემი ორი ოპერატორი, ერთი იყო ვასო ხუნდაძე, მეორე გია ბაზაძე. იმუშავეს წყინვალეთ, ესე იგი გადაღება მაგის იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ ხტებიან აქედან, ჯდებიან იქ და ფირზე ამის საქმეში რომ ძალიან რთული იყო, რომ გადავიღეთ, მე ვეხმარებოდი მათ და რომ ჩამოვედით, მიშამ ეს ჩვენთან, ჩვენ სტუდიაში დაამონტაჟა და გავიდა ეს ფილმი, როგორც საქართველოს ტელევიზიის ფილმი. მე ვიცი რომ თქვენ არა მარტო ჟურნალისტი იყავით, არამედ ოპერატორი, ეს უკვე ამერიკაში უფრო დაიხეცა ხო ოპერატორი. ახლა მინდა ერთი სიუჟეტი სანამ ვაჩვენებთ ამ სიუჟეტს, ვიდეო ხმით, ფრაგმენტი 2002 წელს ამერიკაში სოლტ-ლეიქ-სიტიში ჩატარდა ზამთრის ოლიმპიური თამაშები. და მანამდე თქვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური პროექტი შეადგინა, რომ გააცნოს სოფლიო ამ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიას და სოლტ-ლეიქ-სიტიში, იმიტომ რომ 2001 წელს იყო ტერაქტი ამერიკაში, ნიუ-იორკში, ეს ცნობილი ამბები სექტემბრის და უსაფრთხოებას დიდ ყურადღებას აქცევდნენ და თქვენ ამ პროექტში მიიღეთ მონაწილეობა, როგორ უნდა გეცნობათ სოფლიოსთვის, რომ სოლტ-ლეიქ-სიტიში ჩატარდება ზამთრის ოლიმპიური თამაშები და თავისებური რეკლამა, პროპაგანდა გაუწიეთ, ხო? როცა ეს ტერაქტი მოხდა, საერთოდ არ ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლება. ჩვენ რო წავედით, 5 ჟურნალისტი გაგვიშვეს სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ცარიელი იყო თვითმფრინავი. ხალხს ეშინოდა ფრენის. რო ჩავედით, ესე იგი, გადავიღეთ აბსოლუტურად ყველა ობიექტი, სადაც უნდა ჩატარებულიყო ეს. მე ასევე მაყურებელს მოუყევი, ვინ იყვნენ მორმონები. დიახ. მორმონები ცხოვრობენ ამ იუტას შტატში უმთავრესად. და ასევე ვაჩვენე ის ობიექტები, თქვენ ალბათ ფირზე ნახავთ და ყველგან ვიყავი და შემდგომ რო ჩამოვედი, მე მივეცი ეს გადაცემა 12 ჩვენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას და საქართველოშიც ეს გავიდა, მაგრამ ოპერატორი მე არ ვიყავი ამისი. ხო, მაგრამ საქართველოში გავიდა მოამბეს ვესნიკში გავიდა, რადგანაც რუსულ ენაზე. ხო, მარკ რივკინის რივკინმა გადასცა ეს ყველაფერი. მოამბეში იმ დროს და რა იყო, იცი, აქ იყო მიზანი იყო, რომ თუ ბილეთი გინდოდა, იქ იყო მონაცემები, ინტერნეტი უკვე იყო იმ დროს და ასევე სუვენირები. ასევე იყიდებოდა სპეციალური პატარა აგური, სადაც შეიძლება თქვენი გვარის დაწერა და ეს აგური იქნებოდა დაგებული მოედანზე იმ ადამიანების გვარებით, რომლებმაც ეს შეიძინეს. სიმბოლოები იყო ძალიან საინტერესო. ბევრი საინტერესო იყო ამ მივლინების დროს. ახლა მინდა ვთხოვო გადაცემის რეჟისორს ვაჩვენოთ ხმით იმ სპეციალური სიუჟეტის ფრაგმენტი, რომელიც ქალბატონ ნანა ღონღაძე მოამზადა 2001 წლის болоც სოლტ-ლეიქ-სიტის ნოემბერში. ჯერთოვლი არ იყო. ჯერთოვლი არ იყო. გთხოვთ თუ შეიძლება. Торжественная церемония открытия и закрытия Олимпийских игр в Солт-Лейк-Сити пройдет здесь, на стадионе Райс Эклс. Кстати, Райс Эклс – это фамилия местных бизнесменов, которые пожертвовали на строительство этого стадиона $2 миллиона. По полю пройдут представители 80 стран мира. Их будет 3500 спортсменов. А наблюдать за зрелищем непосредственно здесь, на стадионе, на этих трибунах, будут 65 тысяч зрителей. За пределами страны их будет значительно больше – 3,5 миллиарда. Телевизионная компания NBC уже приобрела эксклюзивное право показа игр за $545 миллионов. Нынешняя Олимпиада будет самой насыщенной за всю историю зимних Олимпийских игр.
В течение 17 дней здесь пройдут 165 состязаний по 10 видам спорта. Будут разыграны 717 золотых, серебряных и бронзовых медалей. Первое золото достанется лучшей лыжнице на дистанции 15 километров, а последнее – сильнейшей хоккейной команде. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს იყო ქალბატონ ნანა ხონღაძის მიერ მომზადებული სპეციალური გადაცემის ფრაგმენტი. დიდი გადაცემა იყო. დიდი გადაცემა 20 წუთიანი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამით რუსულ ენაზე, იმიტომ რომ ეს სიუჟეტი 20 წუთიანი გადაცემა აჩვენეს საბჭოთა ყოფილ 12-13 რესპუბლიკებში 70 მილიონი და მე გადათარგმნეს უკვე არაბეთის და აფრიკის სხვადასხვა ენებზე. ბატონო ყარამან, ახლა ხომ შეხედეთ ყველაფერი, ახმით რა ტემბრი აქვს ქალბატონ ნანას და გარეგნულად არც შეცვლილა მაინც და მაინც, ხო იგივე კარგ ფორმაში და მას ხომ მეაქციეთ ყურადღება ძალიან ესეთი რომ აქცევენ ყურადღებას ტემბრს აქვს უდიდესი მნიშვნელობა რომ გეფერება ის ჟურნალისტი ისეთი ხმით საუბრობს რომ ბუნებრივი და პლუს შენ შედიხარ იმ თემაში შედიხარ მე გეტყვი ვისი დამსახურებაა ეს ბაბულია ნიკოლაიშვილი რომელიც ასწავლიდა ჩვენ მსახიობებს თეატრალურ ინსტიტუტში აი მაგან მომამზადა მე როდესაც მივიღე მონაწილეობა დიქტორების კონკურსში და გავიმარჯვე ეს იყო როცა ჯერ თქვენ სტუდენტი იყავით 1973 წელი სტუდენტი იყავით ჯერ კიდევ ხო ამთავრებდით არა უკვე სუხიშვილის ანსამბლს თავი დავანებე აჰა არა უნივერსიტეტში უნივერსიტეტი მანამდე უნივერსიტეტი მე დავამთავრე 1979-ში კასაგებია მე მახსოვს ახლა ქალბატონ ნანას სიუჟეტები ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოდან ჩვენი გაცნობა მოხდა 91-ში სანამ ომი დაიწყებოდა საქართველოს ომი ხშირად ტელეფონით ჰქონდა ურთიერთობა იმ დროს ხომ არ იყო ინტერნეტი ინფორმაციის მოპოვება ხდებოდა ძალიან ან ტელეფონით ან ტელევიზიით ან გაზეთებით ინტერნეტი კი არა ქაღალდი არ ჰქონდა და აი ესე ნაწერ ქაღალდს ვაბრუნებდით და იმაზე ვწერდით ხო დეფიციტი იყო იმ დროს SSR-ი რო ისრებოდა ყველაფრის დეფიციტი იყო 90-იანი წლები ძალიან რთული დიახ და თუ დაუბრუნდებით იმ თემას ესე იგი ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტი და იმ პროექტში თქვენ 21 წუთიანი სპეციალური რეპორტაჟი გააკეთეთ Salt Lake City-ის სამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 2002 წლის თვითონ ოლიმპიადაზე არ იყავით ეს მოსამზადებელი პერიოდი გააშუქეთ ხო არა ახლა სპორტული სიუჟეტები მე მქონდა მანამდე ვრემიაზე და თუ გნებავ შემიძლია მოგიყვეთ აი თუ შეიძლება აი რადგანაც სპორტზეა საუბარი თქვენ ახლა საომარ მოქმედებსაც აშუქებდით ხელოვნებასაც საგანგებო სიტუაციებს მაგრამ რადგანაც სპორტული გადაცემაა როცა მუშაობდით ცენტრალური ტელევიზიის და პროგრამა ვრემია სპეციალურ კორესპონდენტად საქართველოში თქვენ ამზადებდით სპორტს აი თუ შეიძლება რამდენიმე 1-2 საინტერესო 1987 დიახ არა აქვს მნიშვნელობა მაია ჩიბურდანიძე ხდებოდა ნონა გაფრინდაშვილის 78 წელი 78 ბიჭვითაში გაიმართა როცა მაიამ მოუგო ნონა გაფრინდაშვილს ორი ჰქონდათ ფრე და მესამე დრო ხდებოდნენ ძალიან ესე იგი როგორც მთა ისე იდგა მაია და ვერაფერი ვერ გააკეთა ნონა გაფრინდაშვილმა და ბოლოს მას შეეძლო გადაედო ეს შეხვედრა ნონას ადგა და ჩამოართვა ხელი და მიულოცა 17 წლის გოგოს მაია ჩიბურდანიძე იყო 17 ნონა უკვე 5 ძის სოფლიო ჩემპიონი იყო ლეგენდარული ჩვენი ნონა გაფრინდაშვილი და 78-ში მაია პირველად გაიმარჯვა ხო ძალიან ისე თბილად და საერთოდ ეს შეხვედრა ესე არ ხდება რომ გადასე და მიულოცო და დგებიან და მიდიან გაბრაზებულების ოჯახში ან ფორმალურად ჩამოართვებენ ხელს ნონამ გულით დიახ მერე მაია კიდევ გახდა 91-ში 84-ში 87-ში და მე ვიცი რომ თქვენ ჩაწერეთ მაიასთან ინტერვიუ იმ დროს მაიამ ბინა მიიღო ბაგებში და იქ ვესტუმრეთ და ოპერატორი იყო საშა კარგინი ხმის ჩამწერი მაშინ ჯერ კიდე ჩვენ არ ქონდა ვიდეო იყო ავთანდილ სარუხანოვი და ვესტუმრეთ მას შესაძლოში დედამისი შეგვეგება მამამისი გრიგოლი დედა ნელი და მე რასაკვირველი მაია იყო ძალიან ახალგაზრდა ძალიან ოპტიმისტური ძალიან ხალისიანი იყო ბავშვი იყო ჯერ კიდე და
გავესაუბრე მშობლებს და შევეკითხე მამა აგრონომი დედა მასწავლებელი როგორ თურმე მაია ყოფილა ნაბოლარა 4 შვილი ყავდათ და მაიას ასწავლა დაამდა ძმების ავარჯიშებდნენ და მაია მითხრა ინტერვიუში რომ 17 რიცხვი არის უბედნიერესი დაბადებულა 17 იანვარს ხო 17 ასაკში გახდა პირველად სოფლიო ჩემპიონი ხო იცით რა მე როგორც მშობლებმა მომიყვეს ქუთაისიდან გადმოვიდნენ და მას ჯერ 3 წლისას უკვე დაუწყია წერა კითხვა 9 წლის უკვე 10 წლის უკვე გოგონათა ჩემპიონი გახდა და 12 წლის როდესაც ნონა გაფრინდაშვილი მიიწვიეს ქუთაისის გაზეთში ისინი იქ შეხვდნენ და ნონა მაჩუკა ფოტო წარწერით მომავალ ჩემპიონს ხო აი ეს რანაირად არ უნდა მომეგოდა ჩემპიონი არ გამხდარიყო მაია მითხრა ნონამ ისეთი ჩანაწერი გააკეთა რომ დაუსახა მიზანი დაუსახა ქალბატონ მაიას ისე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ძალიან გაგიმართათ ქალბატონ მაია იშვიათად ვინმე ინტერვიუს იმ პერიოდში იყო მაგრამ ახლა ბოლო დროს მაშინ მაინც კი და თქვენ მე ვიცი რომ ქალბატონ ნონასთან ბევრჯერ ჰქონდათ ინტერვიუ და თენგის უფრო ჰქონდა ხშირად სპორტს უფრო ისაკეთებდა ხოლმე მე ხელოვნება უფრო მიტაცებდა კინო უფრო ჰუმანიტარული გასაგები და ამინდები ხო ჩვენ ხშირად ასევე როცა ზვავი ჩამოწვა გადავფრინდით სვანეთში მახსოვს და იქაც კი 100 კაცი დაიღუპა მაშინ სვანეთში იყო ესეთი მოვლენები მახსოვს და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენეთ ძვირფასო ტელემაყურებლებს რომ ნანა ხონღაძე არის ჩვენი გადაცემის ძალიან საპატიო სტუმარი რამდენიმე კვირით ჩამოვიდა მშობლიურ თბილისში, ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1993 წლის სექტემბრიდან, ხო? ოქტომბრიდან. ნუ რო დაამთავრდა ომი და რუსეთ-საქართველოს ომი. უკვე მე უნდა მემუშავა რუსულ ტელევიზიაზე, რადგან ცენტრალური დაიხურა და რანაირად გინდა ახლა ადამიანი ხარ 47 წლის ვიყავ. შეიძლება ახლა სოხუმის ოკუპაციის წავედი ბებიათი სოხუმის ოკუპაციის შემდეგ არც ჰქონდათ სურვილი რომ გემუშავათ იმ ტელევიზიაზე. არა მე იცით რა მე დამაყაჩაღე სახში შემომივარ და არეული სიტუაცია იყო ძალიან გაქურდვა და ნორა კი ყველაფერი ეს უფროსთაობას ახსოვს ეს ყველაფერი ხდება ყოველდღე ხდებოდა ასეთი შემთხვევები თბილისში, ქუთაისში, სხვა ქალაქებში, რუსთავში მაგრამ იცახიან რომ ეხლა შედარებით უკეთესია ქალბატონო ახლა მინდა გკითხოთ თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენ სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონში ხართ და მე გეტყვით ეს რა ხდება აკრედიტაცია რო გაქვს მიღებული აკრედიტაცია უკვე გიკიდია პრესა და არის ესეთი ორგანიზაცია უცხოური პრესის დეპარტამენტი ამ უცხოურ პრესის დეპარტამენტში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან, რომ მაგალითად მე მინდა გავაკეთო ინტერვიუ ამერიკის პრეზიდენტთან, შემიძლია, მაგრამ მე უნდა ამათთან შევათანხმო და ისინი უკვე თეთრ დაუკავშირდებიან და ორგანიზაციას გამიკეთებენ. ასევე დავდიოდი სენატში. ასევე იმაში პოლიტიკური თემები, საზოგადოებრივი თემები. აბსოლუტურად. ახლა მინდა გთხოვოთ, ერთ-ერთი ფოტო იყო მელორ სტურუასთან. ეს ლეგენდარული ჟურნალისტი, მე-20 საუკუნის ჟურნალისტიკის გიგანტი. თბილისში დაბადებული გაზრდილი, მერე მოსკოვში დაამთავრა ინსტიტუტი. ჩვენ შევხვდით იყო 50 წელი ნატოსი. აი იქ არის გადაღებული ეს. მე ვაშუქებდი. ამერიკაში. ვაშინგტონში მელორ სტურუა იყო დიდი ხანი იყო გაზეთი იზვესტიის სპეციალური კორესპონდენტი დიდი მადლობა რომ აჩვენეთ ეს სურათი ინგლისში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ინგლისში 1966 წელს რომ ჩატარდა სოფლიო ჩემპიონატი მან ფანტასტიკური წიგნი გამოუშვა ფეხბურთის ტუმანე ალბიონ მაქსის პატარა წიგნი საინტერესო და როცა ჩვენი სპორტსმენები ჩადიოდნენ იქ ინგლისში თუ ამერიკაში საქართველოს საბჭოების დელეგაციის შემადგენლობაში ყოველთვის მოეფერებოდა ქართულ სპორტსმენებს 66 წელს სოფლიო ჩემპიონატი რომ იყო ანზორ კავაზაშვილი და მურთაზ ხურცლავმა მომიყვეს როგორ
მოეფერა მათ მელორს ტურუამ. არც იცნობდნენ გაგონილი ჰქონდათ, რომ იზვესტია ძალიან პოპულარული გაზეთი იყო და მელორს ტურუა, ხო წარმოიდგინეთ, იმ დროს, იმ ცენზურის პერიოდში, საბჭოთა კავშირის პირობებში ახერხებდა ოსტატურად ისეთ თავის დიდ სტატიებში, რეპორტაჟებში იმდენი საინტერესო და მართალი ინფორმაციის ჩადებას, რომ არც უშლიდნენ ხელს, იმიტომ რომ ეთყობა მისთვის რაღაცა პატარა გამონაკლისიც იყო და ეს ვებერთელა ჟურნალისტი, რომელსაც პატივცემდნენ ინგლისის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დედოფალი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები და 90-იანი წლებიდან უკვე სამუდამოდ გადავით საცხოვრებლად და 1-3 წლის 2 წლის წინ გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში. განათლებული კაცია. ძალიან მე ვიცნობდი მას, შენახვედრი ვარ მასთან 1980 წელს ოლიმპიადაზე მოსკოვში. და სხვათა შორის მითხრა თენგიზ არიჩკა რომ დაანებე პოლიტიკურ საზოგადოებრივ თემებს დაიწყო სპორტით, გიყვარს სპორტი და მე მოვაოდ რომ ცენზურას მოიხსნებო 80 წელია. ცენზურა არ იქნებაო და სპორტით დაიწყო რომელიც შენ გიყვარს და გესმისო და მე გააგრძელებო სხვა თემებზე, ისტორია, პოლიტიკა, ფილოსოფია, მისი შვილიც ანდრეი ჟურნალისტი იყო. და ეს ძალიან საინტერესო 99-ში შეხვდით თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნატოს 50 წლის როდის იყო გულწრფელად რომ გითხრათ არ მახსოვს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ანა და მინდა ბოლოს გითხრათ. ქალბატონ ანა ხონღაძეს 80-იან, 90-იან, 2000-იან წლებში მან მოახერხა შეაგროვა, ინახავდა უნიკალური ვიდეო არქივი. ვიდეო ფოტო არქივი 80-იანი წლების განსაკუთრებით. ზვიადის პერიოდი და მერე დიახ. 90-იანი. როგორც ამ ზემოაღნიშნულ საღამოზე, რომელიც ჩატარდა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციაში, როცა ქალბატონი ნანა დააჯილდოვეს, ის გახდა ესე იგი ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი და მიანიჭეს წოდება ოფიციალურად საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის, იმ საღამოზე გამოაცხადეს, რომ მთელი თავისი არქივი ქალბატონმა ნანა ხონღაძემ გადასცა საქართველოს ტელევიზიას პირველ არხს. ეს 500-მდე კასეტა ბადი. წარმოიდგინეთ ახლა კასეტები იმ დროს იშლებოდა. ხო. თქვენ ცდილობდით შენახოთ. არა, ჩვენთან ჩამოდიოდნენ უცხოელები ხშირად. და იმ ფულს, რომელსაც ჩვენ მუშაობაში ვიღებდით, ჩვენი ჯგუფი. ხო. რაღაც ნაწილი იყო იმისთვის, რომ შეგვეძინა კასეტები. ამ კასეტებს ჩემი შვილი გვიგზავნიდა ამერიკიდან. ჩვენ გადაურიცხავდით, ის გამოგიგზავნიდა და აი ესე შევინა. ეს არის ჩემი პირადი. ეს არ არის საქართველოს ტელევიზიის კასეტები. ხო, თქვენი შეძენილი, ჩვენი ჰონორარებიდან. დიახ, ჩვენი ჰონორარებიდან. და თქვენი გოგო იქ ცხოვრობდა ამერიკაში 99 წლიდან. 9 წლიდან. და ის გიგზავნიდა ამ კასეტს, რომელიც ძალიან დიდი დეფიციტი იყო, ბატონო ყარამანი, იცით? ხო და თქვენ აგროვებდით ამ კასეტებს და რაც თქვენ გადაიღეთ, აჩვენეთ, ზოგჯერ არ აჩვენებდნენ, მაგრამ არქივი მაგრამ ეხლა თუ მე დამჭირდება, ან თქვენ დაგჭირდებათ, ხო? ალბათ ამაზე უკვე უნდა გადაიხადოთ. გასაგებია. უბრალოდ არ მოგცემ. მაგრამ თქვენ საქართველოს ტელევიზიას გადაეცით ეს თემი. გადავეცით, და მეც რომ მივიდე და ვთქო, მე თქვენ უნდა გადაიხადოთ წუთი ღირს ამდენი. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნანა. მადლობა თქვენ, თენგის. ბატონო ყარამან, საინტერესო იყო დღეს თქვენი გამოსვლით დაიწყეთ და დესერტზე იყო ქალბატონ ნანას ფანტასტიკური. არა, ცოტა ეხლა ძალიან ერთი და იგივე პრემია ცოტა. არ გასაგებია. მე ხო იცი ერთი რამეები არ მიყვარს. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა ძირფასო ტელემაყურებლებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორ, რეკორდსმენი, საქართველოს დამსახურებული ძნელის თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლით ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ საქართველოს საწყლოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ყარამან ნიკოლეიშვილი, დიდი მადლობა ბატონო ყარამან და საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი ქალბატონი ნანა ხონღაძე. დიდი მადლობა ქალბატონ ნანა. ძირფასო ტელემაყურებელთა რადიოსმენელობა მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები. კარგად ზანდებოდეთ. აბაულა.